რატო ვეძებთ? აი ეძებდნენ. ვისაც ეს სიუჟეტი გახსოვთ სახარებისეუბნი, მოკლედ უზარმაზარ მოძრაობას აკეთებდნენ ზღვის, აქეთ ზღვის, იქით, ნავებში, მოკლედ ეძებენ და თავისი მიზნით. მაგრამ უფალი არ იწყნარებს ამ ძიებას. იმიტომ რომ ეუბნება, რომ თქვენ მეძიებთ არა თუ რამე თუ იხილეთ სასწაულნი. სასწაულში ამ შემთხვევაში როგორც ხილად გითხოვს ნიშანი იგულისხმება, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ეს სიუჟეტი, ღმერთმა ის სასწაული პურისა და თევზის გამრავლება, იმიტომ კი არ მოახდინა რომ უბრალოდ ეჭამათ. ეს არის მეასეხარისხოვანი. ნუ კარგი, ხა არ შეჭამდნენ, ძალიან მშივრები ძრის მილას ლასდებოდნენ სახლებში და მერე შეჭამდნენ. ის როგორც კანას გალილეაში, რატო გააკეთა ის სასწაული, რომ კიდევ უფრო კარგად დამთვალიყვნენ? ნუ კაი, ცოტა ნაკლებად დალევდა და ნაკლებად იმხიარულებდა, შერცხებოდა ცოტა ესე იგი სახლის პატრონს, მაგრამ ყველაფერი გადაევლიდა და ანუ რისთვის აკეთებს ამას? როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ მე კალოე ხარ სპირს მოაუკრავო, ძველ აღთქმაში რო წერია და მე პავლე ამბობს, რომ რა ხარები ედარდებოდა ოღმერთო ეს სიტყვები რო ჩაიწერა ბიბლიაში, ხარების გამო, ღვინის გამო, რომ მეტი ექეიფათ და საჭმელის გამო, რომ ცოტა ადრე ეჭამათ და რა მოხდა ცოტა გვიან ეჭამათ, ხო? ასე იგი მიზანი სხვა არის. და ანუ ეს იყო ნიშანი მოცემული ღვთისაგან, რომელიც მათ ვერ გაიგეს. აი ამაშია საქმე. ნიშანი მისცა. და რა ნიშანი მისცა? და იმათ არასწორად გაიგეს ეს ნიშანი. ხა როგორ გაიგეს იმათ ეს არასწორი ნიშანი? ვა, რა კარგი ვიღაცა გავიცანე. არც შრომა გვინდა, არც არაფერი, ეს ჩვენი მეფე გავხადოთ ახლა და მოკლედ უზრუნველად გვექნება ყველაფერი. ნუ ჩვენ მეფედ გავხადოთ იმ წამსვე სოფლიო პოლიტიკური მოძრაობაა დღეს ასეთი ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება და ხალხი ქუჩაში გამოვარდება ხოლმე, ძირითადი მაჩვენებელი დომინანტი რა არის ამათი მოქმედების თავარი არსი რა არის? სოციალური პრობლემა, რომ აი ეს ხელისუფლება რო იქნება ეხლა, აი ეს ხელისუფლება ჩვენ კარგად გვაჭმებს, გვასმებს და კარგად ავღორძინდებით მატერიალურად. ეს ჩვეულებრივი განწყობა არის სოციუმის, ყოველთვის ასე იყო, აქაც ასეა. მაგრამ აი ეს განწყობა თითქოს რა არის, ხო ადამიანში ცუდი რა არის ხელისუფლება, იმიტომ უნდა იყოს, რომ პირობები შეიქმნას. მაგრამ ნახეთ რა უცნაურია, როცა აი ამ დამოკიდებულებას არაჯანსახად და არასწორად იყენებს, შედეგად გვაქვს ის, რომ ვერ ხედავს სასწაულს, ანუ ნიშანს მოცემულს ღმერთისაგან. ამიტომ საყვედურს ეუბნება, თქვენ მეძიებთ, იმიტომ კი არა, რომ სასწაულნი იხილეთ, არამედ რამე თუ სჭამეთ პურიმ და განზეხით. აი ეს არის. ანუ კვლავ მიწიერი ინტერესებია.